ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ვრცელი ისტორიის თხრობას ამ ეპიზოდში მოგიყვებით პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტზე. მის წინაპირობებზე რამ გამოიწვია ის, მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი მთხრობელია ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე და ის აღგვიწერს სწორედ აი ამ გარემოებებს. იმ ძირითად მომენტებს, რამაც ის ევროპის კონფიგურაცია, რომელიც შეიქმნა უკვე ბისმარკის შემდგომ პერიოდში, ის აღარ იყო უკვე კანცლერი, გერმანიას გაუჩნდა ისეთი ამბიციები, რომლებიც სწორად ვერ გაუგეს, ესე რბილად რომ ვთქვათ, და საბოლოო ჯამში მივიდა მსოფლიო ომამდე. ეს არის მე-19 საუკუნე დასრულებულია, იწყება ახალი მე-20 საუკუნე და ევროპაში უკვე დენთის სუნი ტრიალებს. ჩვენ ახლა არ ვილაპარაკებთ საკუთრივ პირველ მსოფლიო ომზე და მან რა შეცვალა, არამედ მის დაწყებაზე. როგორ მოხდა ეს? აი, მაინც შენი გადასახედიდან რა არის ის მთავარი მიზეზი თუ შემოbrunების წერტილი? მთავარი მიზეზი ჩემი აზრით იყო ის, რომ ძალიან მიეჩვია ევროპა მშვიდობას, ძალიან მიეჩვია ევროპა იმას, რომ ნებისმიერი პანიკა მთავრდებოდა საბოლოო ჯამში მორიგებით და იყო ბევრი პანიკა, მაგრამ არც ერთი პანიკა საბოლოო ჯამში ომში არ გადაიზარდა. მორიგდებოდნენ ერთმანეთში და დაშოშმინდებოდნენ და პლუს კიდე ევროპა მიჩვეული იყო რას, რომ ომი მთავრდებოდა მაქსიმუმ 2-3 თვეში. დიდი ბრძოლა, მერე დავიშალეთ. არავინ არ ელოდებოდა კატასტროფას, რომელიც დაატოვა ევროპას თავს. ეს იყო მთავარი მიზეზი იმის, რაც მოხდა და მეორე, რომ ევროპაში ძალთა ბალანსი მოშლილი, როგორც თქვით, წინა ჩვენი გამოშვების ბოლოსკენ პრაქტიკულად მივიღეთ ბიპოლარული ევროპა. ერთი ბანაკი მეორეს წინააღმდეგ. გერმანია, ავსტრია, მეორე ბანაკის წინააღმდეგ. თან ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მე-19 საუკუნეში ევროპული ომები არის ცოტა სხვანაირია. ეს უფრო რაღაც თითქოს სპორტული შეკინებასავით არის. აი, ჯარები ებრძვიან ერთმანეთს, ერთმა მოიგო, ბრძოლის ველზე ხდება ომი, მოკლედ ამის თქმა მინდა, ვიღაცა იმარჯვებს, ვიღაცა მარცხს ხდება. ეს არ ნიშნავს მშვიდობიანი მოსახლეობის ან ქალაქების აოხრებას, გადაოს პირიქით. ეს არის ეკონომიკური საშუალება, უბრალოდ ესა თუ ის აქტივი გადადის ამა თუ იმ მონარქიის თუ სახელმწიფოს მფლობელობაში, ესე ვთქვათ, ხო? ომი ნიშნავს ბრძოლას და იმართება ბრძოლის ველზე და არ იმართება ისე როგორც ჩვენ მე-20 საუკუნეში მივეჩვიეთ. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომი, რა თქმა უნდა, არ არის მეორე მსოფლიო ომის მასშტაბის ტოტალური ომი, როცა ქალაქები ნადგურდებოდა, მაგრამ უკვე აღარ იყო მე-19 საუკუნის კლასიკური ომი, სწორია, ზუსტად ეგ მომენტია. ბრძოლის ველზე ხდება, რა ვიცი, ნაპოლეონის არმია, ავსტრიელების არმია დამარცხდა, მე აწერენ ავსტრიელები ხელს ახალ ზავს, აძლევენ რაღაც ტერიტორიას და დავიშალეთ, მე ნაპოლეონს მოყავს სულ ავსტრიის პრინცესა. ეს იყო ესეთ კლასიკური სცენარი. ხო, ჩვენ თან ქართველი მსმენელისთვის ეს ცოტა კიდევ რთული აღსაქმეა, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ჩვენი ისტორიიდან სხვა ტიპის ომებს ვართ მიჩვეული. ჩვენ მუსლიმანებს ვებრძოდით. ჩვენთვის ომი ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. პირდაპირ ამას უდრის, ხო, ესე არ შემოდის დაპყრობილი და იქ ომობს თან ყველა. ანუ არ არსებობს რეგულარული არმია, გლეხი არის მშვიდობიანობის დროს გლეხი, ომიანობის დროს იბრძვის. ამიტომ ჩვენი აღქმა აი ამ ომი როცა გვესმის სხვა არის და ევროპული ომი არის უკვე გვიანი პერიოდის აბსოლუტურად სხვა. ნუ ჯერ ერთი ქრისტიანები ომდნენ ერთმანეთში და არნდის ომი ესე თქვათ რელიგიური ერთმა მოახვიოს თავს მე თავის რელიგია და იდეოლოგია ეს ერთი და მეორეც რა თქმა უნდა ხა იქ დიდი სახელმწიფოები ომი ერთმანეთში ყოველას თავის ჯარი ყავს და საქართველოს დიდი სახელმწიფო რა ვიცი ალბათ. ყველაზე მეტად როცა მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა ეს იყო სწორედ რელიგიური ნიშნით ომი, ხო? როდესაც კი ბატონო 30 წლიანი ომი, როცა კათოლიკეები პროტესტანტებს ხოცავდნენ. მას შემდეგ ომი არის წმინდა ესე თქვა სპორტული კალებში. პრაგმატული ძალიან კი არა. ეს ფანატიზმი, რელიგიური ფანატიზმი ომს გამოაცალეს 1848 წელს ვესფალიის ზავის შემდეგ. მოკლედ რა ხდება? ნუ ყველა მეცის ისტორია როგორ მოკლეს სარაევოში 1648 წელს. ხო, აბა რა ვთქვა? 1800, ანუ სხვა. 1800-ში ჩავში ხო ახლა მე. ანუ რა ხდება 1914 წელს, როცა მოკლეს ავსტრიის ტახტის მემკვიდრე სარაევოში და ამის მერე როგორც ვიცით ჩვენ იწყება მალე პირველი მსოფლიო ომი. რა უნდა სარაევოში? რა უნდა სარაევოში და ვინ იყო ის, ვინც მოკლა და რატომ მოკლა? ეგ ძალიან საინტერესოა. სახალისო რა, საინტერესო ისტორია, სახალისო ჩემტერს, იმიტომ რომ ტრაგიკული ისტორია თავისი შედეგების გამო მით უმეტეს. სარაევო ბოსნიის მთავარი ქალაქი, ბოსნიის ოკუპაციის უფლება მიიღო ავსტრიამ იმ პერიოდში, როცა რუსეთი იწყებდა ომს თურქეთის წინააღმდეგ, ჩვენ ეს გავიარეთ უკვე. მერე მისი ანექსია მოგვიანებით მოახდინა და ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი ჩავიდა ბოსნიაში. და მანდამაინც არ ეხალისებოდა ამ კაცს, ეხა ბოსნიაში ჩასვლა, ხო? ავსტრიის იმპერიის კარზე რო ხა გაზრდილი ვენაში და გასაგებია, ეხა ბოსნიაში ჩასვლა, ძალიან მიყურებული პროვინცია იყო. ეხას ბოსნია რა არის, ხო? ანუ აბასთუმანში ჩავიდა. არა, აბასთუმანი კურორტი მაინც ჰაერი მაინც არის. მათ გააკეთეს კურორტი, იქ ეგეც არ იყო. არა, ხო და მოდი ჩავიდა ერთ-ერთი რის გამოც ეხალისებოდა ამ უბედურ ადამიანს წასვლა ბოსნიაში იყო ის, რომ უფლება მისცეს, რომ თავის
ცოლთან ერთად წასული იყო, იმიტომ რომ მან ცოლი მოიყვანა არა სამეფო სისხლის, არა სამეფო ოჯახის და ჰაბსბურგები, ანუ სამეფო დინასტიამ ავსტრიის გამორჩეული იყვნენ იმითი, რომ ყველას მოყავდა ცოლად, ესე ვთქვათ, სამეფო ოჯახის წევრი და ძალიან ხშირად ბიძაშვილებზე ქორწინდებოდნენ. ამას ჰქონდა ერთი მიზეზი, რომ ჰაბსბურგების იმპერია, ავსტრიის იმპერია გაფართოებული იყო. მოიყვან ცოლად ბიძაშვილს, იმიტომ რომ მას მოყვება თავის ტერიტორია. და ამან მოიყვანა ცოლად ვიღაცა არა სამეფო ოჯახის გარედან. ცხადი არა გლეხი გრაფინია მოიყვანა, მაგრამ მაინც ამის გამო ესე ვთქვათ შერისხეს და თავის ცოლთან ერთად ვერ ესწრებოდა ცერემონიებს სასახლეში, ვერ შედიოდა ცოლთან ერთად. უთხეს რომ კაი ჯანდაბას ბოსნიაში წაიყვანი, არა უშავს, ბოსნია ვენა არ არის. ნუ წავიდა ბოსნიაში თავის ცოლთან ერთად, მაინც ვერ იხალისა და ბოლო დღე იყო ამ ბოსნიაში ვიზიტის, უნდა ესე ვთქვათ, სარაევოში გაევლო მანქანით, უნდა მისულიყო მერიაში და ასე შემდეგ. და ამ დროს თურმე იქ იმყოფებიან სერბი ტერორისტები, რომლებიც მოამზადდა გაწვრთნა სერბეთის არმიის დაზვერვამ, სამხედრო დაზვერვამ. იქ არსებობდა სერბეთში საიდუმლო ორგანიზაცია შავი ხელი, რომელიც შექმნილი იყო სწორედ არმიის ბაზაზე. შავმა ხელმა მოკლა იმ ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე წლით ადრე მოკლა, ამოხოცა მთლიანად სამეფო ოჯახი, იმიტომ რომ სამეფო ოჯახი სერბეთის თავიდან ორიენტირებული იყო ავსტრიის იმპერიაზე, ავსტრიის იმპერია ერთ პერიოდში სერბეთს თავსებლებოდა, აძლიერებდა სხვების წინააღმდეგ. ბისმარკის სხვა შორის ამის წინააღმდეგი ხვდებოდა ძალიან კარგად, რომ ოდესღაც სერბეთი ყველა ვარიანტში შემოუტრიალდებოდა ავსტრიის იმპერიას, იმიტომ რომ მოუნდებოდა ავსტრიის იმპერიის ტერიტორიები, ხორვატია, სლოვენია და ბოსნია. ხო და ესეც მოხდა ზუსტად. ერთჩვენიერ დღეს ამ შავმა ხელმა მოხოცა მთელი სამეფო ოჯახი და დასვა ახალი ოჯახი, რომელიც ორიენტირებული იყო მეტად რუსეთზე. და ავსტრიის წინააღმდეგი იყო ორიენტირებული. და ამ შავმა ხელმა მე მოინდომა ამ ავსტრიის ტახტის მემკვიდრის მკვლელობა. ეხლა რატომ? იმიტომ რომ ეს ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ოდესღაც ტახტზე ავიდოდა, იმიტომ რომ ამასობაში ავსტრიის იმპერატორი ფრანც იოზეფი ძალიან ხანდაზმული იყო, 80 გააცილებული იყო უკვე. ისახავდა მიზნად ავსტრიის იმპერიის რეფორმას და ავსტრიის იმპერიაში მცხოვრები ხალხისთვის მეტი ავტონომიის მიცემას. ამ დროს ავსტრია-უნგრეთი ქვია, უფრო ზუსტად რო დავაზუსტოთ და ის აპირებდა რომ სლავებისთვის მეტი ავტონომია მიეცა. და ამითი სერბეთში ესე ვთქვათ ვარაუდობდნენ, რომ ის გადაარჩენდა ავსტრიის იმპერიას დაშლისგან, ან გადააოდებდა მაინც ავსტრიის იმპერიის დაშლას. ამიტომაც მსგავსი მართველი მათ არ აწყობდათ. ხო, ამ დროს უკვე სერბეთმა რამდენიმე ომი იომა ამ დროისთვის. ერთ ომში მან ბულგარეთთან ერთად დაამარცხა თურქეთის ტერიტორიები წაართვა, მაგრამ ამ ომს მოყვა კიდე მეორე ომი სერბეთსა და ბულგარეთს შორის, რომელშიც სხვები ჩაერთნენ და ომის შედეგად სერბეთმა დაისაკუთრა მაკედონია. რაც იყო მერე მაკედონია იქცა როგორც ვიცით მერე ჩვენ იუგოსლავიის შემადგენელ ნაწილად. სერბეთი ძალიან ძლიერია და თვალი უჭირავს უკვე გაზლიერებულ სერბეთს, თვალი უჭირავს ავსტრიის იმპერიის ტერიტორიებზე, როგორც ეს ბისმარკმა თავის დროზე იწინასწარმეტყველა. ანუ მას რეალურად უნდა რომ გააკეთოს დაახლოებით იგივე, რაც სარდინიამ გააკეთა. რუსეთს გაერთიანა იტალია, მათ შორის ავსტრიის იმპერიის ტერიტორიების ხარჯზე. ზუსტად იგივე პროგრამას აპირებენ სერბები. და ერთ-ერთი ბარიერი არის, რომ ეს ავსტრიის ტახტის მემკვიდრეებმა მოკლან და გაუშვეს რამდენიმე ახალგაზრდა სარაევოში, ცხადია შეიარაღეს ბომბებით და პისტოლეტებით და ასე შემდეგ, თითქმის ყველა მათგანი იყო ჭლექი თავად. ანუ იცოდნენ რომ დიდხანს მაინც ვეღარ იცოცხლებდნენ და მარტივად იბოდნენ საუკეთესო შაჰიდები გამოდიან. კი. არ არის ეს ტერაქტები მუსლიმანების მოგონდილი სიამდვილეში რა. ყველა აკეთებს მიმართავდა ტერაქტებს, ჩვენ უკვე ვისაუბრებთ რომ ნაპოლეონს დაუდეს ბომბი, ინგლისელებმა ფრანგების ხელით, მერე მის მეშვეულს იტალიელებმა დაუდეს ბომბი. ანუ ტერორიზმი არ არის რეალურად მუსლიმანური. ამ პერიოდში ზუსტად იგივე ტერორიზმი ძალიან აქტიურად გამოიყენება რუსეთის იმპერიაში. მათ მოკლეს შინაგან საქმეთა მინისტრი, მათ მანამდე იმპერატორი ალექსანდრე მეორე, ოლიპინი, უამრავი ადამიანი, ანუ სულ მუდმივი საშიშროების. ხო, ანუ მე სულ ხალხს ვთქვი ხოლმე ამაზე, მაშინ. განსაკუთრებით 1905 წლის რევოლუციის მაშინ საშიშროება ხდებოდა, კი, ტერორი. ილია ჭავჭავაძეს პრაქტიკულად ემსხვერპლებს ზუსტად იმ ატმოსფეროს და იმ ვითარებას. კი ბატონო, და ეს ჩვენ სხვა შორის ახლა ახლედიანი რო ქვია, ადრე ერქვა ის ქუჩა, იმის სპეროსკაია იყო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი, ნაროდნაია ვოლია, ხალხის ნება. ამ ორგანიზაცია მოკლა იმპერატორი ალექსანდრე მეორე. ამ ორგანიზაციის წევრი იყო ლენინის ძმა. ნახე ძალიან შორს წავთ მე და ბოლშევიკებს აუცილებლად შევეხებით ჩვენ ახლა სად გაიქცევიან, ხო? ხო და საინტერესო რა არის, როცა სერბეთის მთავრობამ გაიგო, რომ ეს ახალგაზრდები გაუშვა იქ ამ შავმა ხელმა იმპერატორის იმპერიის ტახტის მემკვიდრის მოსაკლავად, სერბეთის მთავრობა დაპანიკდა ძალიან, შეეშინდა. იმიტომ რომ ამ დროს სერბეთმა ორი ომი გადაიტანა და ახლა კიდე ავსტრიასთან პოტენციური ახალი ომისთვის მზად არ არის. და სერბეთის მთავრობა მოინდომა, რომ ასე თქვათ, გამოეხმო ეს ახალგაზრდები უკან.
მერე გაიმართა თვითონ შავი ხელის დიდი გაფართოებული კრება და მეთქოს თქვენს რომ მოიცი ჯერ არა ვართ მზად რომ ავსტრიასთან რამე იყოს ვიომოთ და იქნებ ახალგაზრდები გამოიხმოთ უკან რომ არ მოკლან ეს ტახტის მემკვიდრეო. როცა ახალგაზრდებმა მიიღეს ბრძანება რომ დაბრუნდით უკან არ მოკლათ. ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ბრძანებას არ დაემორჩილნენ. იმიტომ რომ ჭლექიანები იყვნენ და ფიქრობდნენ რომ ეს იყო მათ უკანასკნელი შანსი ცხოვრებაში რომ რაღაც გაეკეთებიათ. ნუ პრემიერ-მინისტრმა ასევე სერბეთის დავლევა მისცა თავის ელჩს ავსტრიაში რომ სასწრაფოდ ენახა სასწრაფოდ გაიმართა შეხვედრები ავსტრიის მთავრობასთან და ეთქვა რომ მათთვის რომ რაღაცა ტერაქტი მზადდება და ფრთხილად იყოს თქვენი ტახტის მემკვიდრე. მაგრამ სერბეთის ელჩი ავსტრიაში თანაუგრძნობდა ძალიან ამ გიჟებს, ამ შავ ხელს და ფორმალურად შეასრულა ძალიან დავალება შეხვდა ერთ-ერთ მინისტრს, დამავიწყდა რომელს საგარეოს არ შეხვდა, სხვა შეხვდა და რაღაცები ებოდიალა. ძალიან რაღაცები ებოდიალა ზოგადად. ანუ არ უთქვამს არანაირად რომ ჩვენ გამოგზავნეთ, არ ვიცოდით ესე მოხდა რომ ვიღაცები წამოვიდნენ რომ მოკლან თქვენი ტახტის მემკვიდრე. ანუ არ არის მზად არანაირად ავსტრიის მთავრობა იმისთვის რომ მას ტერაქტი ელოდება. ნუ გამოჩნდა მოკლედ ასე თქვათ ბანკალით მოდის ავსტრიის ტახტის მემკვიდრე იმაში სარაევოში თავის ცოლთან ერთად და გადაუდგა წინეთი ტერორისტი ესროლა ბომბა გადარჩნენ მე სადღაც შევიდნენ ჩოჩქოლი რაღაცა რა ხდება წამოვიდნენ მე რო უკან მე დახვდა მათ გავრილო პრინციპი ამოიღო იარაღი ესროლა მოარტყა ორივეს. ნუ მე ამბობდა რომ ხა სოფის არ უმიზნებდიო ანუ ტახტის მემკვიდრის ცოლს უმიზნებდიო იმის გუბერნატორს უმიზნებდიო შემთხვევით მოხდა ორივე მოკვდა იქვე ცოლქმარი. ნუ ერთად გარდაიცვალნენ ეს იყო მათი დამშვიდობელი პრიზი რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ერთად მოკვდნენ როგორც სარაევოში. არსებობს ეგეთი ამონარიდი სადღაც მაქვს ნანახი ამოჭრილი გაზეთის სათაური რა სადაც როგორც ქრონიკა მოყოლილია რომ აი სარაევოში ესროლეს ტახტის მემკვიდრეს და მოკლეს და ოღონდ შეფასებულია იქვე იმ სათაურში რომ ეს გამორიცხავს პირიქით ომის დაწყებას და რაღაცა სიტუაცია პირიქით განიმუხტა ამით. ანუ აღქმა იყო სრულიად საპირისპირო მაშინ. არ ელოდნენ არანაირად. იმ პერიოდში ევროპაში არავინ ფიქრობს ომზე საერთოდ. იმ პერიოდში ინგლისსა და გერმანიას შორის ესე თქვა წავიდა ახალი მოლაპარაკებები ფლოტის შემცირების თაობაზე. ინგლისელის იმედიათ რომ გერმანელები ბოლოს მოვლენ ჭკუაზე და დაწნარდებიან, დამშვიდდებიან. ზაფხულიათან ყველა არდეგებზეა წასული. ვილჰელმიც რაღაც ნორვეგიის ზღვებზე ნაოსნობს. ყველა გადასარევად არის. ეს თუ არ ვცდები 1 აგვისტო, ხო 1914 წელს. არა, ივლისში მოხდა, აგვისტოში დაიწყო ომი. ხო, 28 ივლისს თუ რაღაცა. ხო და მოკლედ მე რა მოხდა ახლა? რატო გადადის ეს ომში? თავიდან ავსტრიაში არიან დაბნეულები, რა ქნა არ იციან, მაგრამ მე ფიქრობენ რომ აი ეს ინციდენტი კი არა და ეს ტერაქტი ავსტრიას ახლა აძლევს ლეგიტიმურ კაზუს ბელის სერბეთის წინააღმდეგ. ანუ ახლა ავსტრია შეუძლია გამოუცხოს სერბეთს ომი და სერბეთი ესეთ ვერავინ ვერ გამოესარჩლება, იმიტომ რომ მათ მეფის მემკვიდრე მოუკლეს და სერბეთს გასწრესენ და დიდი ხნით განეიტროლებენ სერბეთისგან გამომდინარე საფრთხეს. რომელიც საფრთხე აშკარაა, ხო, სერბეთი უმიზნებს მათ ტერიტორიას და ახლა მეტი რა გინდა, ჩავიდა ბოსნიაში ავსტრიის იმპერიის ტერიტორიაზე და ტახტის მემკვიდრე მოკლა. ამ დროს ამ ნაოსნობიდან, არდეგებიდან ცოტა ხნით დაბრუნდა ვილჰელმი. და ვილჰელმი როგორც ჩვენ ვიცით, არათანმიმდევრული და არადეკვატურია ძალიან. და ვილჰელმს შეხვდა ცხადია ავსტრიის ელჩი გერმანიაში. და კითხა, აი თქვენგან გვექნება მხარდაჭერა? ნუ ვილჰელმმა თავიდან უთხრა რომ არ ვიცი, მაგრამ ცოახრის მერე ამდენიმე საათის მერე მეორჯერ შეხვდა ვილჰელმი ავსტრიის ელჩს და უთხრა რომ მიდით ბოლომდე მიაწეკით, მე თქვენს გვერდით ვარ. ეხლა რით არის გამოწვეული ვილჰელმის მიერ ავსტრიისთვის, ესე ვთქვათ, კარტ ბლანშის მიცემა. ესე დაარქვეს მე ისტორიკოსებმა, რომ კარტ ბლანში მისცა, ბლანკ ჩეკ მისცა ვილჰელმმა ავსტრიელებს. გამოწვეული იმით, რომ ამ დროს ავსტრია რეალურად ერთ-ერთი მოკავშირეა გერმანიის და იქამდე იყო რამდენიმე ინციდენტი, როცა ავსტრია იკაჩებოდა, ესე ვთქვათ, რომ სერბეთი გაესრისა და გერმანიამ დააკავა. და ვილჰელმი ფიქრა, რომ ეხაც რომ დააკავა ავსტრია, არ დავკარგო ჩემი ერთ-ერთი მოკავშირეო. და ამიტომ უთხრა, რომ მიდით კაცო, მე თქვენს გვერდით ვარ, აქა ვარ. ნუ გეშინიათ? ოღონდ მე წავიდა არდეგებზე. ანუ რა გაკეთე ბოლომდე ვერ გაიაზრა. ვერ გაიაზრა რა შეიძლება მოყვეს ამ კარტ ბლანშის მიცემას ავსტრიელებისთვის. გააგრძელა ნაოსნობა ჩვეულებრივად. ამას მოყვა შეუცვლელი პროცესები. ავსტრიელებმა გამოცხადეს სერბეთს ულტიმატუმი ძალიან მძიმე, რომელიც დაკმაყოფილებად სერბებს არ შეუძლიათ. რუსეთში ცხადია ამას ძალიან შეშმოთებულები უყურებენ, იმიტომ რომ მათ მიაჩნიათ, რომ თუ ეხლა სერბეთი ჩავარდება ხელში ავსტრიას, ავსტრიის უკან ხო გერმანია, ჩვენ ვიცით, გერმანია ამასობაში უკვე დამკვიდრდა ძალიან სერიოზულად კონსტანტინოპოლშიც, ანუ მთელ რეგიონს ართმევენ რუსებს რა, გამოდევნიან მთლიანად ბალკანეთიდან და თურქეთშიც კი გერმანელები არიან უკვე. ანუ მათთვის ეს მიუღებელია საერთოდ. ამიტომ რუსეთში ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად ავსტრიას უნდა უპასუხონ და გადააფიქრებინონ ეხლა ომი სერბეთის წინააღმდეგ. და რუსეთი იწყებს მობილიზაციას ერთი მიზნით.
რომ ავსტრიას გადააფიქრებინოს ომი, ამա გამაფრთხილებელი მობილიზაცია. ვილჰელმი რო ბრუნდება უკან აღმოაჩენს რომ ძალიან შორს წავიდა, ესე თქვა, გაიქცა კონტროლიდან ყველაფერი. მობილიზაციას რო იწყებს რუსეთი, აი ეს არის გადამწყვეტი მიზეზი ალბათ, ბოლო გადამწყვეტი მიზეზი ომის დაწყების და რატომ? ამ გერმანელებს ხო ჰქონდათ ეს აკუეტებუა, რომ ჩვენ აუცილებლად მოგიწევს ორ ფრონტზე ომი. და იმ პერიოდში ცოტა ხნით ადრე მანამდე შეიმუშავა ორ ფრონტზე ომის გეგმა შლიფენმა, რომელიც იყო მათი გენშტაბის უფროსი, და შლიფენის გეგმა მდგომარეობდა შემდეგში. გამომდინარე იქიდან, რომ საფრანგეთში ჯარის მობილიზაცია ომის გამოცხადების შემთხვევაში გაცილებით სწრაფად უნდა დასრულებულიყო ვიდრე რუსეთში. საფრანგეთის ტერიტორია უფრო ცოტაა, უფრო მცირეა ვიდრე რუსეთის. საფრანგეთში რკინიგზა უფრო განვითარებულია ვიდრე რუსეთში, მენეჯმენტი უფრო განვითარებულია ვიდრე რუსეთში და ასე შემდეგ. ამიტომაც გერმანიას უნდა გაეკეთებინა შემდეგი. რუსეთის წინააღმდეგ უნდა დაეტოვებიან მხოლოდ ერთი არმია და მთელი დანარჩენი ძალებით, რამდენიმე არმიით უნდა დაერტყა საფრანგეთზე, აიღო პარიზი. ამასობაში რუსები ძლივს დაასრულებდნენ მობილიზაციას, მაგრამ სანამ რუსები მობილიზაციას დაასრულებდნენ, გერმანიას უკვე პარიზი აღებული აქვს, მე მოტრიალდება მთელი ძალებით ურტყამს რუსეთს. ეს არის შლიფენის გეგმა. ოღონდ ეს გეგმა ემყარება იმ დაშვებას, რომ როცა ომი იწყება, ჯერ საფრანგეთი ასრულებს მობილიზაციას და შემდეგ რუსეთი. ეხლა როცა რუსები მობილიზაციას იწყებს, გერმანელებს გეგმა ეპუშებათ, ანუ ფიქრობენ, რომ ვაიმე, ეხლა საფრანგეთმა როცა დაიწყოს მობილიზაცია პარალელურად, ანუ ორივე დროულად იწყებს მობილიზაციას, დავიღუპეთ. ანუ ეს ჩვენი შლიფენის გეგმა ვეღარ განხორციელდება და გავისრისებით ორივესთან ერთდროულად სრულფასოვანი ომი გვიწევს. ამიტომაც ვილჰელმი გერმანიის იმპერატორი ამუშავებს ამ თავის ბერკეტს, ნათესაობის ფაქტორს, ვიწერს წერილს ინგლისურად ნიკოლოს, ხო წერილი იწყებოდა ესე: Dear Nicky, და ბოლოში your Willy. ჩემო ნიკი, შენი ვილი და ასე შემდეგ. ნუ დღეს რომ გააჩერე მობილიზაცია. ხო და ნიკოლოზი ფიქრობს თავის შუაში რომ მობილიზაცია გამოაცხადა მხოლოდ ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ. მაგრამ აღმოჩნდება მერე რომ რუსეთს არ გააჩნია ესეთი მობილიზაციის გეგმა მხოლოდ ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ. მობილიზაცია თუ მიდის სრული მობილიზაცია მათ შორის გერმანიის წინააღმდეგ რა და გერმანელები გიждდებიან ამაზე. ნიკოლოზი გააჩერეს მობილიზაციას. მერე შევლენ ნიკოლოზთან თავისი მინისტრები და სამხედრო ლიდერები და ეტყვიან რომ ასაკეთებ კაცო გააგრძელე მობილიზაცია, გააგრძელეს მობილიზაციას. ვილისგან წერილი მოუვა გააჩერეს მობილიზაციას. ძალიან მერყევი პიროვნება, ძალიან სუსტი. ამ ესეთი პიროვნების და ესეთი სამეფო კარის დროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა არსებობს რუსეთის ისტორიაში, გრიგორი რასპუტინი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სხვათა შორის მისტიკურ საფარველში გახვეული ადამიანია, რომელსაც უამრავ დიდი გავლენა ჰქონდა და ის ეწინააღმდეგებოდა ომს, მაგრამ ეწინააღმდეგება თუ არა ომს უკვე ამ ეტაპზეც. კი. მან წერილი მისწერა ამ დროს ცოლ-ქმარს, ბატუშკას და მატუშკას, ეს ეძახდა ნიკოლოზს და დედოფალს და მისწერა რომ როგორმე ისე რუსეთი არ ჩაება ომში, თორე თუ დაიწყება ომი, მე თქვენ ვეღარ გხედავთ. რუსეთი აღარ იარსებთ და თქვენც აღარ იარსებთ. ხილვა ქონდა თუ არა ხა ღმერთმა უწყეს. მაგრამ რასპუტინის ოჯახი დაახლოებული იყო, რასპუტინი ბოდიში დაახლოებული იყო სამეფო ოჯახთან ერთი მიზეზის გამო. ამის გამო ინდობოდნენ მას, რომ ამ ოჯახს ძლივ შეეძინა მემკვიდრე ბიჭი. ნიკოლოზო მოიყვანა ეს ცოლი, ეს პრინცესა გერმანიის ალექსანდრო მოიყვანა სიყვარულით. მათ ბიჭი არაფრით არ უჩდებოდათ და ერთი პერიოდი, რახან ბიჭი არ უჩდებოდათ, უგუგუები უჩდებოდათ რა, მიყოლებით. ლამის გააშორეს ოლთან ნიკოლოზი. და განსაკუთრებით აქტიურად ესე თქვათ, ლობირებდა ამ თემას ნიკოლოზის დედა, რომ გაუშვეს შენი ცოლი, გაშორდი, ხო უყურებ ბიჭს ვერაჩენს. და განქორწინება ნიკოლოზის და მისი ცოლის ჩაიშალა, იცი რატომ ეს გენიალური ისტორიაა. თვითონ ნიკოლოზის ცოლი მე გაყვა ცოლად ვიღაც ქართველს. ნიკოლოზის დედა ბუდიში გაყვა ცოლად ქართველს, შერვაშიძეს. მე უთხრეს, რომ ეხა შენ ვიღაც შერვაშიძე გაყევი, ეხა იმათვის ვიღაცა იყო შერვაშიძე, ხო? იმათვის ეხა ჰაბსბურგი თემა იყო და სხვები და ბურბონები, მაგრამ შერვაშიძე იყო ვიღაცა, ეხა პროვინციელი თავადი. უთხრეს, რომ სადაც ეხა შენ შერვაშიძეს მithოვდი, დაანებე შენ შულს თავი, ყავდე ცოლად ვინც ყავს. და მე გააჩინე როგორც იქნა ბიჭი ამ ხო, ოღონდ ეს ბავშვი იყო დაავადებული ჰემოფილიით და რასპუტინი კურნალობდა როგორც ამბობენ. ეხა აი ჩემთვის დიდხანს იყო თავსატეხი როგორ მკურნალობდა რასპუტინი, იმიტომ ფაქტი არის, როცა რასპუტინი შედიოდა ამ ბავშვთან, როცა ეს ბავშვი კვდებოდა, ეს ბავშვი მე ნელ-ნელა მოდიოდა გონს. ერთ-ერთი რაციონალური ახსნა იმას აქვს, რომ რასპუტინი როგორც კი შედიოდა, ამბობდა, რომ წავლები აღარ დაალევინოთ. მე მივხედავ. და ეტყობა ბავშვს ასმევდნენ ასპირინს. ასპირინი დროს იყო ყველაფრის წამალი. ასპირინი სიცილს ათხელებს. და აი როგორც ჩანს, აი ამის წყალობით იყო, რომ ბავშვს უჩერდებოდა მან ეს სისხლდენა
სისხლდენა ახლა არის ფიქრო ჩვენ ჰემოფილია არის მოკლედ დაავადება რომელიც გამორიცხავს სისხლის შედედებას. ხო, მათ შორის შინით ჩაქცევას. პატარა ტრავმაც კი იწვევს რომ შინით ჩაქცევასაც არ მხოლოდ გარეთ კი გაუჩერებ. ნაკერი არ კეთდება და ამიტომ ამისგან შეიძლება დაიღო. ხო და როგორც ჩანს აი ეს იყო საიდუმლო რასპუტინის ითის კუპრალობდა ტახტის მემკვიდრე. თვითონაც ვერ ხდებოდა ცხადია. ხო, გამოსდიოდა ეს. თვითონაც ვერ ხდებოდა ალბათ. მაგრამ შედეგს ყველა ხედავდა. კი და დედოფალი გაგიჟდა ამიტომაც ამ კაცზე და ამიტომაც ძალიან დაიხლოვა. მე რა თქმა უნდა ახლა მეფის ოჯახის მტრებმა მტრები ყავათ ოპოზიცია ყავდათ პოლიტიკური ხო? გაავრცელეს ხმები რომ რასპუტინი იყო დედოფლის საყვარელი, რაც აბსოლუტური სიცოცხლე. იმიტომ რომ ახლა ეს გერმანელი პრინცესა იქ იმას რუსეთის იმპერატორის ცოლი ახლა ვიღაცა ჩამოთრეულ საიდანღაც ლაპწებში ხო ვიღაცას არ გაიგარებდა ხო ახლა ძალიან ისეთი მსჯელობაა ეს ხო? მაგის გაჭირება არ იყო. არ ხო გაჭირება ნამდვილად თუ საყვარელი ჭირდებოდა ვინმე დახოწოს გაიჩენდა ხო დახოწოს გაიჩენდა არ გაუჩენია არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საყვარელი ყავდა საერთოდ არანაირი მტკიცებული მაგის არ არსებობს ქმარი ძალიან უყვარდა პირიქით აი ამ მტკიცებულები ძალიან ბევრია და იყო საკმაოდ ძიმე და ისტერიული ადამიანი ეს ალექსანდრა რის გამოც ნიკოლოზ ძალიან გაუფრთხილდა ურთიერთობა ძალიან ბევრ თავის ნათესავთან ბიძებთან და ასე შემდეგ რომლებიც იყვნენ რუსეთის პატრიოტები ძალიან სერიოზული და ამ ქალბა მოკლედ ნიკოლოზს ძალიან გაურთულდა ისე რთული ცხოვრება ჰქონდა იმიტომ რომ სუსტი მეფე იყო და ეხლა სუსტი მეფე რო ხარ რუსეთის ტახტზე რო ზიხარ ეხლა სუსტი მეფე რო იჯდეს რა ვიცი ლუქსემბურგში ან დანიაში თუნდაც კიდე ოკეი მაგრამ ამას დაემატა მეიზოლაციაც ისინი ცხოვრობდნენ უკვე პეტერბურგის გარეთ ხო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კი გავიდნენ რაღაც პერიოდში გავიდნენ პეტერბურგის გარეთ იქ ცხოვრობდნენ იზოლაცია დაემატა და ნუ მე კიდე მოდინ გავუსწრებ პირველ სოფლიო დროს ამოხდა კიდე ხო დაუბრუნდეთ ისევ კი ბატონო ხო და აი ამან მოგეთ საბოლოო ჯამში ნიკოლოზი დაარწმუნეს საგარეო მინისტრმა და გენშტაბის უფროსმა რომ აი გაეგრძელებიან მობილიზაცია მე ორივე გადაიმალა იმიტომ რომ ნიკოლოზს ესენი აღარ იპოვა და აღარ გაექმნებინა ბრძანება და რუსეთმა გააგრძელა მობილიზაცია და გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა მობილიზაციის გამო ეხლა გერმანიამ რუსეთს გამოუცხადა ომი მობილიზაციის გამო, მაგრამ ამ დროს საფრანგეთსაც ხომ უნდა გამოუცხადოს ომი, იმიტომ რომ ჯერ იმას უნდა დაარტყას. და საფრანგეთი აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებს. არანაირ მიზეზს არ აძლევს გერმანიას, რომ მან ომი გამოუცხადოს. პირიქით ფრანგებმა დემონსტრაციულად ისე რომ ყველამ დაინახოს, გერმანიასთან საზღვრიდან დაწიეს ჯარი უკან, რაღაც 10 კილომეტრი თუ არ ვწდები. რომ ისე და ისე გერმანიას არანაირი საბაბი არ მისცეს, რომ გერმანელებმა თქვან, რომ აი პროვოკაციები მოაწყეს საზღვარზე, ეს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად, როცა ვიღაცა შარი უნდა, რომ პროვოკაციები მომეწყოს საზღვარზე, დაწიეს ჯარი უკან. და გამოცხადებული ომი რას ნიშნავს? აი თუ ის მიმდინარეობს უბრალოდ მობილიზაცია, რაში გამოიხატება ომის დაწყება? იწყება შეტევა, იკავებენ რამე ტერიტორიას, თუ რა ხდება? იწყება შეტევა, რა თქმა უნდა. მაშინ არ არსებობს ესეთი ავიაცია, როგორც რასაც ახლა ვხედავთ, რომ დაიწყო უბრალოდ დაბომბვა რაღაცა წერტილების, ხო? მაშინ ავიაცია ძალიან სუსტი, ძალიან დამხმარე ფუნქცია აქვს ავიაციას, თავარი არის ქვეითი ჯარი. ქვეითი ჯარია თავარი იმ პერიოდში პირველ მსოფლიო ომში ტანკები გამოჩნდა, მაგრამ ტანკებსაც თავისი ის ფუნქცია არ ქონდა, რაც მერე შეიძინეს. ხო და ომის გამოცხადება რა ახლა როცა ომს უცხადებ რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს ამ ომის გამოცხადებაში. არა, მე რაში უნდა გამოიხადოს? გავიგე. გამოცხადა მობილიზაციის გამო, მაგრამ დაიწყო შეტევა თუ რა თქმა უნდა. რუსეთს შეტევა არ დაუწყიათ. გამაგრდნენ გერმანიის საზღვარზე რუსეთთან, გერმანელები, იმიტომ რომ იქ შედარებით სუსტი ჯარი ყავთ, ერთი არმია ყავდათ მხოლოდ. იმითი გამაგრდნენ, რომ დაეკავებიათ რუსები, მთელი თავიანთი ძალებით გადავიდნენ შეტევას საფრანგეთის წინააღმდეგ ბელგიის გავლით. ანუ ბელგიის ნეიტრალიტეტის დაარღვიეს და ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევა აღმოჩნდა მთავარი მიზეზი, რის გამოც ინგლისი ჩაება ომში. ინგლისი ამ დროს არ აქვს გაფორმებული ალიანსები საფრანგეთთან და რუსეთთან. მათთან დაახლოებული კი არის, მაგრამ რაღაცა ვალდებულება ინგლისს არ გააჩნია არანაირი, რომ თუ გერმანია დაესხმება თავს რომელებას ომში ჩაერმება. ვალდებულება არ აქვს. და ბოლო ესე თქვა ნაპერწკალი ინგლისისთვის, რომელიც დაარწმუნეს ინგლისის მთავრობას რომ ჩაებას ომში, არის ბელგიაზე გერმანიის გავლა. იმიტომ რომ ისინი ვარაუდობენ, რომ გერმანია ბელგიაზე რო გაივლის, მერე ბელგიიდან აღარ გავა საერთოდ. და ინგლისისთვის დაუშვებელია, რომ ბელგია ჩაუვარდეს ხელში რომელიღაც ძლიერ სახელმწიფოს. მით უმეტეს გერმანიისნაირს, რომელიც უკვე არადეკვატურად იქცევა ძალიან დიდი ხანია იმ პერიოდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ხო, ახლა როგორ გამოუცხადეს ომი ფრანგებს გერმანელებმა. თავიდან პირდაპირ არ აჯახეს, რომ ომს გიცხადებთ. თავიდან მიმართეს ულტიმატუმით, რომ ეხლა ჩვენ ომი გვექნებაო მალე რუსებთანო და თქვენ თუ გინდათ რომ ესე თქვათ მეგობრებად დავრჩეთ, რამდენიმე ციხესიმაგრე მოგოცით, თქვენ ციხესიმაგრე თქვენ საზღვარზეო, დროებით ომი რომ მორჩებეთ, დაგიბრუნებთ. ფრანგებმა უთხრა უთხეს რომ არა, გიჟები ხო არა ხართ. მაშინ ომს გიცხადებთ, კი ბატონო, გამოგვიცხადეთ. ძალიან საინტერესო იყო ბელგიისთვის ომის გამოცხადება. ანუ საფრანგეთს უნდა დაარტყა ბელგიის გავლით. ეხლა ბელგიას ომი გამოუცხადო, ეს კიდევ უფრო რთულია. საფრანგეთს დააბრალეს ის, რომ ხო ვერაფერი მიზეზი ვერ მოუძებნეს, მე დააბრალეს ის, რომ დირიჟაბლები დაბომბეს ჩვენ ტერიტორიებიო, საფარი ცხადი არაფერი დაუბომბიათ. ბელგია ნეიტრალურია. რა უნდა უკნა? ნუ დაევალა ეხლა გერმანიის წელს ბელგიაში რომ მივიდეს და
უთხრას ბელგიელებს, რომ იცით რა არის, ჩვენ გვაქვს უდღარი ცნობები, რომ ფრანგული არმია აპირებს შემოიჭრას თქვენთან და ამიტომაც ეს უარ მოხდეს, რომ დავიცვათ თქვენი ნეიტრალიტეტი გერმანული ჯარით უნდა შემოვიდეს. ნუ ბელგიელების საგარეო მინისტრმა გერმანიის წელს უთხრა, რომ გაიხედე ფანჯიდანო ხედავ ფრანგები ჯარს, არაო. მაშინ ბოდიშმა თქვენ ჯარს ვერ შემოუშვებთ. ანუ თუ შეეხება ვინმე ჩემს ნეიტრალიტეტს, მაშინ კი ბატონო შემოდით. მაგრამ ესე ვერ შემოგიშვებთ, იმიტომ რომ თუ შემოგიშვებთ, უკვე გამოდის, რომ მე თქვენ და მე ერთად დავარღვევთ ბელგიის ნეიტრალიტეტი. ნუ კიდე მე ორჯერ მივიდა უთხრა, რომ ფრანგები შემოდიან, ამიტომ რომ არა არ შემოდიან. მე დაესხენ თავს ბელგიას ჩვეულებრივად. ბელგიამ სხვაშორის წინანდობა გაუწია თავიდან საკმაოდ სერიოზულად დააკავა. დააკავა და ეს მნიშვნელოვანი რითი იყო, ანუ გერმანელების გათვლა ემყარებოდა იმას, რომ ბელგიას მალე გავივილით, მე ფრანგებს ეგრევე გადაუვლით ჩვეულებრივად, მე შევიწებით პარიზში, მე რამდენი ჯერ უკვე ხო პარიზი აღებული აქვს იქამდე, მე მოაწერიებთ ფრანგებს ხელს მორიგ სამართლიანო კაპიტულაციაზე და მე მთელი ჯარებით მიუტრიალდებით რუსეთს და მე ხა რუსეთს მithumedes გადაუვლით, ხო რა პრობლემაა. საათ საფრანგეთს გადაუვარეთ. ხო, და ამ დროს ინგლისის განმეორდები არ აქვს თანანაირი ვალდებულება საფრანგეთთან, მაგრამ დაინახოს რომ ბელგიაზე მიდიან, აი ეს უკვე არ შეიძლება. ძალიან საინტერესო არის ამ დროს თურქეთი როგორ იქნება ჩათრეული ომში. ეს არის კლასიკური кейსი. თურქეთი ნეიტრალური უნდა იყოს, ხო? ყველა ლოგიკით გამომდინარე, მათ შორის იმიტომ რომ არაფერი არ ესაქმება ხა ამ ევროპულ ომში და მეორე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი რახან შენ სრუტეებს აკონტროლებ. ამიტომაც ხარი ნეიტრალური უნდა იყოს. სრუტეები შენს ხელშია. უმნიშვნელოვანესი კარიბჭეა რა, სოფლიო გეოპოლიტიკის შეიძლება ითქვას. ომის დაწყების, ესე ვთქვათ, უკვე სუნი ტრიალებს ევროპაში და ამ პერიოდში ხმელთაშუა ზღვაში იმყოფება ორი გერმანული სამხედრო ხომალდი. და ისინი მაშინ მიიღებენ ბრძანებას, რომ დაიძრან სრუტეებისკენ. დაიძრებიან სრუტეებისკენ, მიადგებიან დარდანელს. ნუ გზაში მისდევენ ინგლისელები, მაგრამ ეს გერმანული ხომალდები ბოლომდე დაწოვენ, რაც ნახშირიათ, თუნდაც ინგლისელებს გაასწრონ და მივიდნენ სრუტეებამდე, მივიდნენ დარდანელთან. ცხადია, თურქეთი ვალდებულია, რომ არ შეუშვას ისინი დარდანელის სრუტეში, იმიტომ რომ ეს კონვენციის დარღვევა იქნება. და ამ დროს რა მოხდა? იმ პერიოდისთვის უკვე დიდი ხანი იყო, ნუ მინიმუმ 10 წელი ალბათ, რაც გერმანია ძალიან დიდ ფულს დებდა თურქეთის პოლიტიკური სამხედრო ელიტის ესე ვთქვათ განათლება ტრენინგში. ანუ ძალიან ბევრი თურქი ოფიცერი განათლებას ეიღებდა გერმანიაში. და ავტომატურად მოყვა მას ის შედეგი, რასაც მიზნად ისახავდა გერმანია, თურქული სამხედრო პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი მოექცა გერმანიის გავლენის ქვეშ. და ამ დროს, როცა ეს ორი გერმანული ხომალდი მიადგება დარდანელის სრუტეს, სამხედრო ომის მინისტრი თურქეთის არის ცნობილი ენვერ ფაშა. ენვერ ფაშამ გაუხსნა სრუტეები გერმანულ ხომალდებს. ანუ გერმანიის გავლენის აგენტმა გაუხსნა სრუტეები, დარდანელი გაუხსნა ორ გერმანულ ხომალდს, შევიდა ორი გერმანული ხომალდი დარდანელში, ამას ხადია მოყვა სასტიკი პროტესტი კონსტანტინოპოლში არსებული ყველა ევროპული, მათ შორის რუსული საელჩოს მხრიდან, რომ ეს სრუტეების კონვენციის დარღვევაა და თურქები შეეცადნენ თავის დაძვრა ძალიან ტექნიკურად. მათ თქვეს, რომ ეს ორი ხომალდი ჩვენ ვიყიდეთ გერმანელებისგან, თურქულია. და ვიყიდეთ რატომ მერეთან მოაყოლეს. ამ დროისთვის მათ ძალიან დიდი ფული გადაუხადეს ინგლისელებს ორი ლინკორის მშენებლობაში. ლინკორი უმაღლესი კლასის სამხედრო ხომალდი. ძალიან დიდი ფული გადაიხადეს თურქებმა, ინგლისელებს დაუკვეთეს ორი ლინკორი. და საქმეზე რომ მიდგა, ლინკორები რომ წამოიყვანათ ინგლისიდან, წამოიყვანათ თურქეთში, ამ დროს სწორედ ომის სუნი დატრიალდა ევროპაში. და ჩერჩილი არის ამ დროს ინგლისის ფლოტის მინისტრი, სხვანაირად ერქვა ადმირალიტეტის პირველი ლორდი, ესე ქვია ოფიციალურად. ჩერჩილმა არ გაატანა თურქებს ეს ხომალდები. გადააგდო თურქები ელემენტარულად. ამანაც ხელი შეუწყო იმას, რომ გამწარებულმა თურქებმა მერე გერმანელები შეუშვეს თავიანთ სრუტეებში. ეს ჩერჩილის ერთ-ერთი ვაჟკაცობაა. ეს კაცი გმირადროა გამოცხადებული ყველაფერში, არც ისე მარტივადაა საქმე. ბევრი სისულელი გაუკეთებია, ძალიან ბევრი. ძალიან გავს ჩვენი უახლესი ისტორიიდან მისტრალების ამბავს, ხო? მისტრა აღარ მისცეს მერე. ხო, როგორ უკეთავ მისტრალებს და მე როგორ ვერ იქ. რუსებს მეგონი ფული არც გადაუხდიათ. ეგრე მარტივად არ იქნებოდა ამ შემთხვევაში. ხო და და თურქებმა ისე თქვათ, ეს ვითომ თავის ჭკუაში გამოსავალი რო იპოვეს, რომ არა კაცო, ეს ჩვენი ხომალდებიაო, მე ამ ხომალდებზე მყოფ გერმანელებს თურქულად გადააცვეს რა, ვითომ თურქები არიან. ხო, და გადაღებეს ხომალდები და ასე. მაგრამ რამდენიმე დღის მერე ამ ორმა ხომალდმა მერე გაიარა უკვე ბოსფორის სრუტე, შემოვიდა შავ ზღვაში და დაბომბა რუსული პორტები და ესე ჩაითრია თურქეთი ომში რუსეთის წინააღმდეგ. არა მხოლოდ რუსეთის ცხადია, საფრანგეთის და ინგლისის წინააღმდეგ და მერე ის ამბავი, რომ ამ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ თურქეთის იმპერია დაიშალა. სწორედ ამ ისტორიის დამსახურებაა. ესე მარტივად და თითქოს უმნიშვნელო ფაქტით შეიძლება უცებ აღმოჩნდეს მთელი ქვეყანა ჩართრეულია. ისტორიის არასწორ მხარეს.
კი. ჩერჩილის დამსახურებას დიდი იყო. ინტერესები სასარგებლოდ, ანუ საერთოდ არაფერი. და ამას შეიწირა თურქეთის იმპერიაც, როგორც თურქეთი და ოსმალეთის იმპერია. რომ არა ქემალი ათათურქი, ეს თურქეთიც ალბათ ვერ შეარჩუნდებოდა ამ სახით, რაც ჩვენ ვიცით, იმან ივაშკაც ამაში. ქემალიო დამორცხებული იყო მაშინ, გამოაცხადნენ ტერორისტად. და ეხლა ისტორიაში იქნებოდა შესული, რა ვიცი, ვიღაც ოჯალანებით ალბათ რა. ხო. ქემალი არ დაემორჩილა მაშინ მერე თურქეთის მთავრობას, კანონიერ მთავრობას სხვათა შორის, აჯანყდა და შეინარჩუნა აი ეს თურქეთი. ეხლა მირადაა გამოცხადებული. გამარჯვებულებს ვერ ასამართლებენ. დამარცხებულებს ტერორისტად ცხადებენ ტერორისტებად. არამედ დღემდე მისი პორტრეტი ყველგან ფრიალებს. დამარცხებულები ცხადებიან ტერორისტებად და გამარჯვებულები მირებად. ჩაოლებრივი ამბავია სრულიად. და სახელმწიფოს დამფუძნებელ მამებად. ესე იყო ფაქტია. მან ახალი თურქეთი შექმნა ნამდვილად, იმიტომ რომ როცა შენ ომში მარცხები და ქვეყანა გეშლება, მერე მართლა ვიღაცა რომ მოვიდეს, ვინც ხელახლა შექმნის. ამ კაცმა ხელახლა შექმნა თურქეთი. ფაქტია და მერე მადლობა ღმერთს თურქებმა შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომში ესე სრულიადურად აღარ ჩაებნენ. სანამ შემდეგ ეპიზოდში უკვე თვითონ ომის პერიპეტიებზე ვილაპარაკებთ, კონფიგურაცია საბოლოო ჯამში როგორ დაალაგდა? ხო, ჯერ აქამდე და სხვები. ეს ფაქტია ახლა რომ უკვე ანუ როგორც კი ესე თქვა ომის სუნი იგრძნო ყველამ, რა თქმა უნდა ყველა აწრიალდა, დაფაცურდა, ყველამ დაიწყო მუშაობა იმაზე რომ ყველამ დაიწყო გადამოწვევა მუშაობს თუ არა ალიანსები. სწორედ ამ დროს პეტერბურგში იყვნენ სტუმრად საფრანგეთის პრემიერი და პრეზიდენტი, მათ რუსებმა დაუდასტურეს რომ რუსეთი ერთგული რჩებოდა ალიანსის და რუსულ-ფრანგული ალიანსი ამუშავდა. როგორც კი დაიწყო ომი, რუსებმა სასწრაფოდ მოახდინეს მობილიზაცია ორი არმიის და ორივე არმიას სასწრაფოდ დაიძრა გერმანიისკენ, აღმოსავლეთ პრუსიისკენ. უმაღლესი ისე თქვა უმოკლესი რაც იყო ესე თქვა ახლოსაც იყო გერმანია, აღმოსავლეთ პრუსია, დღევანდელი კალინინგრადი, რაც რუსეთისაა. იქითკენ დაიძრა სასწრაფოდ. და გერმანელების უდიდესი ნაწილი დაიძრა გრე პარიზისკენ ბელგიის გავლით. თავიდან ომში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს იტალია. და ალბათ ჩვენ როდ იქცევა პრინციპში. საგიჟეთის დროს, ეს საგიჟეთი იყო ჩვეულებრივ პირველი მსოფლიო ომი როგორც გაირკვა მე, იმიტომ რომ რეალურად ვერავინ ვერ მიაღწია ვერანაირ მიზანს. ერთ-ერთი რაც მიაღწიეს იყო ის, რომ ერთმანეთი გაამწეს, ერთმანეთი ხოცეს. და ამ ომმა გააძლიერა საბოლოო ჯამში არავინ ევროპაში გააძლიერა და ამერიკამ მხოლოდ, იმიტომ რომ ჩორს იყო. და რომელიც მერე გერმანელებმა თავიანთი სულელური სიგიჟეებით, მორიგი სიგიჟეებით ჩაითრიეს ომში. იმიტომ რომ იმას სანადიარი ომი არ უნდოდა. ამაზე ვილაპარაკოთ მე შემდეგში, ხო? იტალია თავიდან წყნარად არის მშვიდად, თავიდან ვაჭრობას იწყებს. ამი მე ტერიტორიას მომცემს იმის მხარეს გადავალ, ცხადია იტალიას თვალი უჭირავს ავსტრიის ტერიტორიაზე. მაგრამ მე გერმანელები და ავსტრიელები დაალაგებენ სიტუაციას, რომ ოღონდ ომში მაინც ნუ ჩაებებიო, ჩვენ მხარეს არის ნუიმები ჯანდაბასო ეტყვიან. ოღონდ ომში მაინც ნუ ჩაებებიო და ავსტრია თავის ტერიტორიებს მოგცემს. ხო და იყო შანსი რომ იტალია არ ჩამულიყო ომში და მაინც მიიღო ტერიტორიები, მაინც სულ ახერხებენ რაღაცას რა. ანუ ომში ნუ ჩაებები ტერიტორიებს მაინც მოგცემ. აი ხო უნდა მაგას მიღწევა რა. ხო და იტალია ომში ჩაითრია ამდენი ადამიანმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო მუსოლინის. ანუ მან ატეხა ერთი ამბავი, რომ არ შედებენ ნეიტრალიტეტი. რა შემდგომარეობდა მუსოლინის мотивация. მუსოლინი მაშინ არის სოციალისტი და მშვიდობას ქადაგებს. ის კი არა, იმ პერიოდში იტალია დაესხა თავს ჩრდილო აფრიკას, კოლონიური ომი დაიწყო და მუსოლინი გააპროტესტა ეს ქუჩაში და ციხეს ჩააგდეს. მუსოლინი დაიბადა სოციალისტების ოჯახში. და იდეალისტი იყო თავიდან, მშვიდობას უვლიდა მხარს. და როცა იწყება ეს ომი, პირველი მსოფლიო ომი რო ჩაღდება, მუსოლინი სოციალისტია და ფიქრობს, რომ თუ იტალია ნეიტრალური დარჩება, დიდი შანსი აქვს საფრანგეთის გადაუაროს გერმანია. და საფრანგეთი ამ დროს არის ესე თქვა ყველაზე სოციალისტური ქვეყანა. იმ გაგებით რომ ყველაზე ძლიერი სოციალისტური პარტია საფრანგეთშია. და მუსოლინი ამბობს, რომ არ შეიძლება საფრანგეთის მიტოვება ხალხო. როგორ შეიძლება ჩვენ ხა ნეიტრალურები ვიყოთ? დაიღუპება სოციალიზმი მსოფლიო მასშტაბით. აქ კიდევ ერთი მომენტია არ დაგვავიწყდეს. ამ დროს უკვე საკმაოდ ძლიერია მსოფლიოში სოციალისტური მოძრაობა. მარქსმა თავის დროზე შექმნა პირველი ინტერნაციონალი, რომელმაც გაერთიანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალისტური პარტიები. პირველი ინტერნაციონალი დაიშალა, იმიტომ რომ შინ გამოშენ ანარქისტები და ისინი გამოეყვნენ, ანარქისტები ბაკუნინი, რუსი, მან წაიყვანეს ანარქისტები ცალკე. მერე შეიქმნა მეორე ინტერნაციონალი, რომელიც აერთიანებს ისევ და ისევ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, პირველ რიგში ევროპის მასშტაბით სოციალისტურ პარტიებს. და მეორე ინტერნაციონალის ფარგლებში ყველა სოციალისტური პარტია ერთმანეთს შეჰფიცა, რომ თუ იქნება ომის დაწყების საფრთხე, სოციალისტური პარტიები ამ ომს გააჩერებენ. ანუ საფრანგეთის სოციალისტები ამ ომს გააჩერებენ, თავის თავრობას ეწოლას მოახდენენ, გერმანიის სოციალ-დემოკრატებიც ამ ომს გააჩერებენ. საფრანგეთს ყავდა ძალიან ძლიერი სოციალისტების ლიდერი ჟორესი. და ჟორესი ომს ეწინააღმდეგება სასტიკად. ის ამ ომს საფრანგეთს გერმანიასთან საქმის გასარჩევი არაფერი აქვს, ორი ევროპული სახელმწიფოა.
და იყო შანსი რომ ჟორეს რაღაც გავლენა მოეხდინა საფრანგეთის მთავრობაზე იმ დროს. მაგრამ მოხდა ნუ აი აბსურდი მოულოდნელობა, ვიღაც ფრანგი ფანატიკოსი გამოვიდა სახლიდან, იარაღი ჩაიდო ჯიბეში, განზრახ ჰქონდა თავიდან, ესე ამბობდა ყოველ შემთხვევაში რომ განზრახული ჰქონდა რომ მოეკლა გერმანიის იმპერატორი. რომ გამოვიდა მე ნელა გავიაზრო ხა იქამდე მივიშვებდა ბერლინში ჩამეხწია და იმპერატორი მომეკლაო და დაინახე ჟორესი კაფეში ზის კრუასანს და ყავას მიირთმევს და ამოიღო იარაღი და მოკლა. კიდე იყო ერთი კარგი სოციალისტი პოლიტიკოსი კეიო იყო გვარად, ძალიან სერიოზული, რომელიც ასევე თქვა ქადაგებდა შედიგებას გერმანიასთან და ოღონდ არა ომს ამას ამბობდა. კეიოც აღმოჩნდა სკანდალში გახვეული და თანამდებობიდან გაადგა იმიტომ რომ მისი ცოლი შეუვარდა ფიგაროს რედაქტორს და მოკლა. ფიგარო ცნობილი გაზეთი ფრანგული, ხო? დღემდე ძალიან პოპულარული. იმიტომ რომ ეს ფიგაროს რედაქტორს ჰქონდა მიწერ-მოწერა ამ კეიოს და მისი ცოლის მაშინ საყვარლები იყვნენ და აშანტაჟებდა იყო ერთი ამბავი. ესეც ანუ ორი კაცი ვისაც საფრანგეთში ჰქონდა წონა და რაღაცა ესე თქვა შანსი რომ ომი გაერიდებინა თავიდან, ერთი სოლმა ვიღაცა მოკლა და ამიტომაც სკანდალში გაეხვია და მეორე კიდევ მოკლეს. და გერმანიის სოციალ-დემოკრატები რომ დაინახეს რომ გერმანიაში დაიწყო აღტკინება და დემონსტრაციები რომ ვაშე ომი დაიწყო რა კარგია, გადავიდნენ უმეტესობის მხარეს და როცა მე უსაყვედურეს გერმანელ სოციალ-დემოკრატებს რომ თქვენ რატო არ დაუჭირეთ მხარი მშვიდობას რატო არ შეეცადეთ ომის აღკვეთას, მათ თქვეს რომ კაცო ყველა გერმანელი ომს ითხოვდაოდა ეხლა ჩვენ ვერ გავჩერდებოდით ეგრევე რა თქმა უნდა გერმანელი ხალხის მხარეს გადავედითო თორე ეხლა მოხდებოდა საბოლოო ჯამში მათი მხარე რა დაგვეჭირა ჩვენი მარგინალიზაცია მოხდებოდა და ამგვარად გადავარჩინეთ გერმანიაში სოციალ-დემოკრატიული პარტიაო. ვერ უშველა სოციალიზმმა, ვერ უშველა ასევე ნიკოლოზ და ვილჰელმის ნათესაობის მიწერ-მოწერამ ომის დაწყებას. არაფერი არ უშავა ამ გეოპოლიტიკის ანუ ასე თქვა დაუნდობელმა ლოგიკამ ყველაფერს გადაუსვა ხაზზე. იდეოლოგიას, ნათესაობას, მონარქიულ სოლიდარობას, ბიზაშვილები არიან ყველანი ერთმანეთის, მაგრამ არ მუშაობს არანაირად. და ზოგადად პაციფიზმსაც. ხო, პაციფიზმი რა თქმა უნდა ეხლა ეს კეთილშობილი იდეები არსებობდა, მაგრამ ამავე დროს ისიც დავიწყეთ იმას დაუბრუნდები. ვერავის ვერ წარმოედგინა რომ 4 წელი გაგრძელდებოდა ეს ომი. და იფიქრეს რომ ეხლა ცოტა ორთს გამოუშვებთ, ვაშა დავიღრიელებთ ერთ ორს და შობისთვის ყველანი სახში ვიქნებით. ყველა ეს ამ განწყობებით მიდიოდა ფრონტზე რომ შობისთვის სახში ვართ არანერვიულოდ. შობისთვის სახში ვიქნებით და ერთად შევხვდებით შობას გამარჯვებულები. ნუ თუ დამარცხებული არა უშავ დაიქცა ქვეყანა ეხლა. დამარცხებულა მანამდე გერმანია ომში არ აქცეულა, საფრანგეთი დამარცხებულა, გაგურძელები არსებობა. კაფკამ ეხლა კაფკა არ მიყვარს ძალიან, მაგრამ გენიალურად თქვა. ვიღაც გარდაიცვალა იმ პერიოდში, მისი ნაცნობი მეგობარი და მან თქვა რომ როცა პირველი მსოფლიო ომი დაწყებული იყო ამ კაცს ჰქონდა ძალიან ძლიერი წარმოსახვის უნარი და ვერ აიტანა ის ანუ პირველი მსოფლიო ომი, რაც გაჩნდა წარმოსახვის აბსოლუტური არარსებობის გამო. წარმოსახვა არ იყო ამ პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მოღვაწეებს, რომ გაეცვალათ რა შეიძლება მოყოლოდა ამ ვითომ მნიშვნელოვან კონფლიქტს. კონფლიქტს რომელიც დაიწყო რის გამო? სერბებმა მოკლეს ტახტის მემკვიდრე, ავსტრიას იმედი აქვს რომ მოხდება სერბეთის გასცრესა და მოხდება ამ კონფლიქტის ლოკალიზაცია, კონფლიქტი არ გაცდება ავსტრია-სერბეთს და მივიღეთ ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც ჩაითრია მთელი ევროპა. რომელსაც ეწოდა დიდი ომი, მაშინ არ ერქვა მას პირველი მსოფლიო ომი, მაგრამ იმის ამ ხანგრძლივობის და მასშტაბურობის გამო დაერქვა დიდი ომი, ეს შემდგომ ხდება უკვე ამის დანომრა, ხო, პირველი მსოფლიო. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებული იყო იმას, რომ მეორე დაერქვა და შესაბამისად ამას პირველი. მაგრამ ეს იყო დიდი ომი, რომელსაც არავინ არ ელოდა და რომლის აი ამ მდგენელს რომ არავინ არ იცის რომ იწყება რა მოხდება და ყველას აქვს წარმოდგენა რომ ხო ესე იქნება. შემდეგ ვიღებთ ხოლმე სხვა პროცესს, ჩვენ ახლა როცა ამას ვწერთ, ზუსტად იგივე ეპოქაში ვცხოვრობთ, ხო? მოვლენებში, სადაც მაინც უცნობია რა როგორ შეიძლება მოხდება. ადამიანებს აქვს წარმოდგენა რომ აი ვიღაც არის ძლიერი, მართალი, სწორი, მხარეს მდგომი და მოერევა უსამართლოს, მაგრამ არავინ არ იცის ეს რითი დასრულდება რა კონფიგურაციაში. პირველ მსოფლიო ომში ორივეს თავისთავად მართალი და ესე თქვა სიმართლის მხარეს, სწორ მხარეს. მაშინ არ არსებობდა ეგეთი განსაზღვრება. ესეთი ხო თან მაშინ ისე და ისე გავიხსენოთ ევროპაში ხდება ეს ყველაფერი. ან არის იდეოლოგიური გახლეჩა ამ ევროპაში არ არსებობს. კი, უფრო დემოკრატიულია საფრანგეთი გერმანიაზე, მაგრამ მე რა აკაცო ეხლა. არსებობს უბრალოდ სახელმწიფოს ინტერესი. ხო, ზუსტად და განსხვავებით მეორე მსოფლიო ომისგან არ არის იდეოლოგიური ომი. და ამიტომაც იყო ძალიან მტკივნეული ეს პირველი მსოფლიო ომი. რომელმაც მერე ძალიან დიდ საფუძველს ძალიან დიდი ნიადაგი მოამზადა უკვე ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ისტორიაში, სადაც ეს აისახა ეს ყველაფერი, დაიწერა უამრავი რამ. დღემდე იღებენ ფილმს. სხვა შორის აი ზუსტად როცა უკრაინაში ომი დაიწყო, მაშინ გამოვიდა ძალიან შტამბეჭდავი ფილმი პირველ მსოფლიო ომზე, ძალიან კარგად გადაღებული, ხო? Netflix-ის არა, რაღაც სხვა ფილმია, სერიალი არ არის. სერიალს გააკეთე ეს გამორჩა ესე იგი რაღაც.
ფილმია, მოკლედ ძალიან ისეთი შთამბეჭდავი. გავიხსენებ მე რა ქვია. არა, იმას ის კლასიკური სათაური აქვს, რომ დასავლეთ ფრონტზე ყველაფერი ეგ ის ფილმია დიდი, ხო. რემარკის ეკრანიზაცია. კი ბატონო, მესამე ეკრანიზაცია რემარკის, რომელმაც, გადმოცდა კარგად ეს ომი რა აბსურდი იყო და რეალურად ამ ომით ვერაფერს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში მიაღწიეს მარტო იმას, რომ დაზარალდნენ და გერმანია გაამწარეს და გამწარება როგორ მორჩა უიცით, ხო? ეგ ყველა მიცეს. ამიტომ ამ რემარკის წაკითხვას და ყურებაც საინტერესო იქნება. ჩვენ შეგვიძლია ეს ეპიზოდი დავამთავროთ ამით და შემდეგ ეპიზოდში უკვე მოგითხრობთ პირველი მსოფლიო ომის შესახებ.